აი რო გეუბნებოდი ობობები. აი ესე დაფრინა. ვა, რა მაგარია. ანუ ამათ სეზონი აქვს ხა ეს თავი. ეხლა განსახლების სეზონია. ხო. ჩვენ არქეოლოგიიდან გადავედით ზოოლოგიაზე. ძალიან მაგარია. და აი ესე დაფრინავენ. ვინც გვიყურებს ხა შეკითხვა გაუშვეს რატო შვებიან ამას ობობები. რა ამ ადგილს მოცილდეს და განსახლდეს. ვა, ანუ შორსაც რო გაითვისოს ტერიტორიები. ეგ ექსპანსია აგრობევრი დაგროვდეს, უკვე საჭმელი აღარ ეყოფათ. ხო. ამიტომ განსახლება მინდა. ესე წყლის დათვები ვაფშე ჰაერით მოგზაურობენ, ხო ეს მიკრო ის პატარები რო ხო, ნო ეს ჰაერს მიყვებიან, როგორც ვიცი, ისინი ცისტას იკეთებენ, როგორც ამებები, გლენების, წყალი რო დააყენო შენ. რო ნახო პროფესორად, აი სახში ყვავილები რო გიდევს ვაზაში. ხო. ლარნაკში. აი წყალი რო მიკროსკოპის ქვეშ ნახო. გავსებულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, ანუ ერთუჯრედიანი ამებები, გლენები, ლოქსები, ისი ინფუზორიების თელი დასტა დარბიან და აქეთი. ეს ყველა ჰაერით მოტანილები. ანუ ცისტას რო აშრება წყალი, ცისტას იკეთებს და მე იმაში სიცხეს გადააქვს სიცივე. მაგას სპეისშიპია, ხო? ჰაერი მაგას. ხო,